თუ ცხოვრებაში გქონია ბევრი იმედგაცრუება, ბევრი დაშორება და შერიგება, ტრიალებ ჩაკეტილ წრეზე, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებს ეს ვიდეო. ზოგადად ურთიერთობებში მთავარი შეცდომა არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ადამიანებს გავუგოთ ჩვენი გადმოსახედიდან, ანუ ჩვენ როგორ მოვიქცეოდით კონკრეტულ სიტუაციაში, ისეთი მოლოდინები გვაქვს სხვა ადამიანებისგან. მაგრამ სხვა ადამიანებს სხვა წარსული აქვთ, სხვა გამოცდილებები დააგროვეს, სხვა ტრამვებიდან და თავგადასავლებიდან მოდიან. შესაბამისად, ისეთი აზროვნება ვერ ექნებათ, როგორიც ჩვენ გვაქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ცუდი აზროვნება აქვს, ან კარგი აზროვნება აქვს. უბრალოდ რახან ჩვენ ინდივიდუალური არსებები ვართ, ჩვენი გამოცდილებებიდან გამომდინარე გვიგროვდება გარესამყაროზე წარმოდგენები. ურთიერთობებში მეორე მნიშვნელოვან პრობლემად ვხედავ იმას, რომ ჩვენ ვიჯერებთ ადამიანის ნათქვამს. ანუ, რასაც გვპირდებიან, რასაც ამბობენ საკუთარ თავზე, ამის გვჯერა. სამწუხაროდ ადამიანები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. ეს იმის ბრალი ნამდვილად არ არის, რომ ისინი მატყუარები არიან. შეიძლება ძალიანაც უნდათ ის გააკეთონ, რასაც გვპირდებიან, მაგრამ არ გამოსდით. ურთიერთობებმა შეცდომაში რომ არ შეგიყვანოს, უნდა დააკვირდე, რაში ხარჯავს ადამიანი საკუთარ დროს, ენერგიას და ფულს, რა ღირებულებები აქვს მას და ამით უფრო ნათლად დაინახავ, თუ როგორი არის ეს პიროვნება. და ეს გამოცდილება ძალიან დაგეხმარება მაშინ, როდესაც ურთიერთობები საწყის ეტაპზეა და ასე ვთქვათ, არ მოგიწევს შეცდომის დაშვება. ანუ გაცნობის პერიოდში ადამიანს უყურებ, რაში ხარჯავს ის დროს, რა საქმიანობას ეწევა, რა არის მისი ღირებულებები და იმის მიხედვით გააკეთებ ლოგიკურ დასკვნას, გამოგადგება თუ არა ეს ადამიანი შენს პირად ურთიერთობებში. ასევე ურთიერთობებში პრობლემები ჩნდება იმის გამო, რომ საწყის ეტაპზე ჩვენ ვხედავთ ადამიანის პოტენციალს და არა მის რეალურ სახეს. უფრო ზუსტად შენ ურთიერთობ იმ ადამიანთან, რომელიც შენი წარმოსახვის მიხედვით ასეთი იქნებოდა. შენს ფანტაზიაში ალაგებს სცენარს, თუ როგორ მოიქცევა ის მომავალში, ანუ მის პოტენციალს ხედავ და არა რეალურ სახეს. და შემდეგ ადამიანი ისე რომ არ იქცევა როგორც შენ წარმოგედგინა, ეს აღარ მოგწონს და იწყება ჩხუბი და კონფლიქტები. ანუ რეალურად შენ ურთიერთობ შენსავე წარმოსახვასთან, თან იმის იმედით, რომ ეს ადამიანი ოდესმე შეიცვლება. კი ბატონო, ადამიანი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ცვლილებები თვითონ მას უნდა. და კიდევ ურთიერთობებში პრობლემები რო არ გქონდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ადამიანი გვექცევა არასწორად, ეს ჩვენი ბრალი კი არ არის. ეს არის მათი ტრამვებიდან და გამოცდილებებიდან მიღებული ტკივილის გამოხატულება. ან კიდევ როდესაც გაიგნორებენ ეს, იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ იმსახურებ ყურადღებას. ეს მათი პრობლემა, ანუ იმისი, ვინც შენ გაიგნორებს. ესე იგი, მას რაღაცა პრობლემა აქვს, არ შეუძლია სიახლოვე, ან რაღაცა საკუთარი შიშები აქვს, ან საერთოდ არ აინტერესებ. მინდა რომ აქ გაიგოთ, რომ ჩვენი ბრალი ურთიერთობებში ის არ არის, როდესაც ჩვენ არასწორად გვექცევიან. ჩვენ ვართ უბრალოდ ტრიგერი, რომელიც რთავს პარტნიორის ტრამვებს. დათო მიეჩვევი, რომ სხვისი რეაქციები საკუთარ თავს არ დააბრალო, შენი ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდება. კიდევ ურთიერთობებში არის ერთი საინტერესო ფენომენი. ადამიანები იმახსოვრებენ არა სიტყვებს, არამედ უფრო ემოციებს და რას გულისხმობ ახლა ამაში. შეიძლება ადამიანს ეკამათები და ამ კამათში ხარ 100%-იანი მართალი. და შენ დაუმტკიცე ეს სიმართლე ამ ადამიანს. ამ ბრძოლაში მოგებული ვერცეთ შემთხვევაში ვერ იქნები, თუნდაც საუკეთესო რჩევა მიცე, საუკეთესო გზა აჩვენო. თუ შენ ამ ადამიანს კამათში დაამცირებ. თუ ურთიერთობებში საუბრის დროს შენგან იგრძნობა განხილვა, გაკრიტიკება, დამცირება, ეს კამათი მოგებული ნამდვილად ვერ იქნება. შეიძლება ამ კამათის შემდეგ ამ ადამიანმა გითხრას, რომ კი ბატონო, მართალი ხარ, შენთვის უნდა დამეჯერებინა, ან რა ვიცი, ასე შემდეგ, მაგრამ მას გულში აუცილებლად ექნება წყენა და არ გაითვალისწინებს შენს რჩევებს. ამიტომ ჯობია, როდესაც სხვა ადამიანს რაღაცა რჩევას აძლევთ, ან გინდათ მისი კეთილდღეობისთვის რაიმე გზაზე დააყენოთ, კი არ განიხილოთ, კი არ დაამციროთ, კი არ გააკრიტიკოთ, პირიქით ხარდაჭერა გამოუცხადოთ და ამ ხარდაჭერის გავლით მისცეთ ის რჩევები, რა რჩევის მიცემაც გინდათ. და ბოლო, ყველაზე მთავარი პუნქტი, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების მთავარი გმირია. და შენ, ვინც არ უნდა იყო დედა, შვილი, ქმარი, ცოლი, ვერ იქნები მის ცხოვრებაში მთავარი. რაც არ უნდა გულწრფელი იყოს ადამიანი შენთან, მას ყოველთვის აქვს შინაგანი დიალოგები, შინაგანი ტკივილები, შიშები და განცდები, რომელსაც ალბათ არავის არ გაუზიარებს.
ეს არც ეგოიზმია, არც გულგრილობაა, უბრალოდ ყველა ადამიანი ასე ვართ, თუ გულწრფელები ვიქნებით საკუთარ თავთან, არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ არავის არ უზიარებთ და ჩვენთვის ეს არის ინტიმური და მხოლოდ ჩვენ გვეხება. ამიტომ ურთიერთობები რო იყოს ჰარმონიული, პრიორიტეტად ყავდეს საკუთარი თავი. ნუ გასცემ ზედმეტ რჩევებს. ნუ პასუხებ სანამ არ გკითხავენ და ნუ ჩაერევი სხვის პირად ცხოვრებაში. თუ მოგწონს მსგავსი ტიპის კონტენტი, გამოიწერე ჩემი არხი, გაუზიარე მეგობრებს, უყურე ჩვენს ვიდეოებს YouTube არხზე. თითოეული თქვენი კომენტარი, ლაიქი არის ჩემთვის პირადად დიდი мотиваცია და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ეზარებათ ეგ ამბავი. ვიდეოს ჩაწერის დროს თქმა დამავიწყდა. მე მაქვს ინდივიდუალური მენტორინგის პროგრამა, რომელიც შენს არეულ ურთიერთობებს დაალაგებს, გახდის ჰარმონიულს და ისეც, როგორზეც ოცნებობდი. ამიტომ აუცილებლად მომწერე.